მინიფეხბურთში საქართველოს თასის გათამაშებამ სტარტი აიღო. ტურნირი მუნიციპალიტეტების საუკეთესო მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებს შორის იმართება. დღეს კი ერთმანეთს ხულოსა და ქედის, ბათუმისა და ხელვაჩაურის გუნდები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება. გამარჯვებული გუნდი საქართველოს თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს. დასკვნითი თამაში ანაკლიაში გაიმართება. შეტარჩევი ტური 16 ივნისს დასრულდება. აჯარაში უკვე პირველი ეტაპი ჩატარდა ყველა მუნიციპალიტეტში და გამარჯვებული გუნდები ჩამოვიდა ბათუმში, რომელიც დღეს დაიწყო და 16-ში დამთავრდება ფინალური თამაშით. შემდეგ გამარჯვებული გუნდი ალბათ ქალაქ ანაკლიაში გააგრძელებს 14 გუნდს შორის ჩემპიონატში მონაწილეობას.